ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ღრმაუდება. თინა ბოკუჩავას ამჯერად პეტრე ცისკარიშვილი უპირისპირდება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულების ბრალდებებს პარტიის გენერალური მდივანი კონტრბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ყრილობის გამართვის თარიღი სწორედ ბოკუჩავას განრიგს მოარგეს. უფრო კონკრეტულად პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, შეკრება ივლისის ნაცვლად აგვისტოში დანიშნეს და ბოკუჩავას სურვილის შემთხვევაში დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა. ამიტომ ბოკუჩავას საგზაო რუკასთან ერთად შინაგანაწესის გაცნობას ურჩევს. პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად საქართველოს გარშემო 6 თვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დედაქალაქში ქალებთან უკვე გამართა. მორიგი დაპირისპირება არ უკვირს მმართველ გუნდს, უმრავლესობა პარტიას და მის ლიდერებს კრახს უწინასწარმეტყველებს. ძალიან გამიკვირდა თქვი ეს რამდენჯერმე მედიაში თინას ეს განცხადება, იმიტომ რომ არაფერი ამ სხდომაში არ ლეგიტიმური არ იყო, რო არ ყოფილიყო კვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა, იქ იყო უამრავი ადამიანი და ყველა არის ამის მომსწრე. ანშლაგი ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ბევრს არ ქონდა ამის საშუალება, როგორც სამწუხაროდ თინას არ ქონდა საშუალება ყოფილიყო, თუმცა მე ვთვლი რომ ქობულიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. შეიძლება იყოს რომ გარკვეული წენა ქონდეს თინას, იმიტომ რომ ჩვენ ესეც მინდა ბარემ გითხრათ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმ სტატუსის, რაც ახლა გვაქვს ჩვენ პარტიის თავმჯდომარეს აღარ ავირჩევთ, მინდა იყოს ერთგვარი მმართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციას, რა თქმა უნდა, კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელია ერთი ადამიანი იყოს, რომელიც ფორმალურად პარტიის სახელით გარკვეულ დოკუმენტებზე ხელს მოაწერს და ასეთი ადამიანი იქნება შერჩეული, მაგრამ ეს იქნება ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი. ნაცმოძრაობაზე საუბარს არ ვაპირებ, ერთი რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ არის ის, რომ ქართული ოცნება დგას ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს ერთი და მეორე ვნახე მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება ოდისეასთვის უყურებია, ჯერ ერთი რანაირად უყურა, მე ვერ მოვახერხე მაგალითად. სად უყურა და რანაირად უყურა ტექნიკური საშუალებები ეს ერთი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ნელსონ მანდელა ვარო ამბობდა. ეხლა ოდისევსი ვარო და ბოლოს ჩამოყალიბდა მანდელა თუ ოდისევსი. ამ ხალხზე და ამ ეგრეთ წოდებულ პარტიაზე გვეუბნებოდა და გვეუბნებიან ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი, რომ არის პროდასავლური ღირებულების საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ. და გვეუბნებიან, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნიან. აი ნებისმიერი სკოლის მოსწავლეც კი მიხვდება იმას, რომ ასეთ ეგრეთ წოდებულ პარტიას არ საერთოდ უნდა გაეკროს არავინ. ეს არის კიდევ უფრო ღრმა კრიზისის მაჩვენებელი. კერძოდ ის, რომ პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან, ანუ მიხეილ სააკაშვილის ახირებაზე და მითითებაზე არის დამოკიდებული პარტიაში თავმჯდომარის შეცვლა არ შეცვლის საკითხი. ეს ერთი და ყველაფერი ეს კიდევ ერთად აღებული მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას არ გააჩნია ნორმალური რესურსი იმისათვის, რომ პოზიტიური პოლიტიკური დღისწესრიგი გქონდეს. როდესაც შენ პენელოპას, ანუ საცოლეს აადარებ შენ სამშობლოს, აქ ყველაფერი ნათქვამი არის, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაში არის საკუთარ სახელმწიფოსთან და საკუთარ სამშობლოსთან. როგორ შეიძლება ნორმალურმა მოაზროვნე ადამიანმა ასეთი ადამიანის, ასე ვთქვათ, რაიმე სიკეთე და ლიდერობა იწამოს.